მომავალი კვირიდან დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაახლებს. ხოლო კომისიის წევრები 2009 წლის 15 ივნის გამართული აქციის დარბევის საქმეზე იმსჯელებენ. სხდომაზე დაბარებულები არიან ზურაბ აბაშიძე, დაჩი ცაგურია და მერაბ ჭიქაშვილი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია იმ უმძიმესი ვითარების შესახებ, რომელსაც 2012 წლამდე ჰქონდა საქართველოში ადგილი ადამიანის უფლებების მასიურ სისტემურ დარღვევას, ახალგაზრდების მოკვდინებას ქუჩაში, ბიზნესის დარეკეტებას, ქართული მიწა-წყლის დარიგებას, დავარქოთ საგნებს თავის სახელი და ეს პროცესი გრძელდება კიდევ. დროებითი საგამოძიებო კომისია გამორჩეულად იმ ასაკის ადამიანებისთვის, ვინც ვერ მოესწრო 2012 წელს ასაკიდან გამომდინარე ახალგაზრდები იყვნენ, პატარები იყვნენ, მათ მოუწოდებ, რომ ყური დაუგდონ, უცხირონ ამ ტრანსლაციებს, რადგანაც კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდება ის მიზეზი, რის გამოც რადიკალები საკუთარი სამშობლოს სიძულვილში გაწაფული ადამიანები ხელისუფლებაში არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდნენ.